გამარჯობა, მამუკა ანდღულაძესთან ვსაუბრობთ დღეს, რომელიც მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე გახლავთ. დიდი მადლობა მამუკა თქვენი დროისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაინტერესებს ასეთი საკითხი, რახან მედიაზე ვსაუბრობთ. მედია და არჩევნები, პროპაგანდა და არჩევნები უფრო ზუსტად. და კარგი იქნება თუ კი რაღაცა მაგალითსაც შევეხებით, თუნდაც მოლდოვის შემთხვევაში იქ როგორ მუშაობდა და აქ როგორ მუშაობდა არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში პროპაგანდა. მადლობა, პირიქით თქვენ, რომ შესაძლოა მაქვს ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და შეფასებები და მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისთვის. მედიის ადვოკატირების კოალიცია დეзинფორმაციულ პროპაგანდას და მათ შორის მედიის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთ ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავს პლურალიზმის მიმართ. ქართულ რეალობაში გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ნაცვლად იმისა, ქართული ხელისუფლება, მმართველი პარტია ქართული ოცნება დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან ერთად, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა არის დაუპირისპირდეს რუსულ დეзинფორმაციას, რუსულ პროპაგანდას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. ჩვენ გვაქვს მეორე მოცემულობა, როდესაც შიდა პროპაგანდა გვაქვს და მთავარი გამოწვევა სამწუხაროდ არის ის, რომ ქართული ოცნების გან პირდაპირ თუ მასთან აფილირებული გვერდები ეწევიან ანტიდასავლურ ნარატივს, ეწევიან ოპონენტების დისკრედიტაციას, რაც თავარი მიზანს კი წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ, ნაცვლად იმისა, რომ ჯანსაღი ღია პოლემიკა, დისკუსია ყოფილიყო სხვადასხვა თემებზე, იყო თქვა ბოიკოტის რეჟიმი. და პლუს ამას 24 საათიან რეჟიმში იყო პირდაპირ მნიშვნელობით ანტიდასავლური, ანტიოპონენტების დისკრედიტაცია და იყენებდნენ სხვადასხვა ქსელებს და მათ შორის ტელევიზიასაც, პროსამთავრობო ტელევიზიას. პლუს ამას უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლები თავადაც არაერთხელ გამხდარან, თქვა, დეзинფორმაციულ ნარატივების გამავრცელებელი. თუ შევადარებთ, თქვა, მოლდოვის რეალობას, მოლდოვაში მთავარი პრობლემა სწორედ რომ რუსული დეзинფორმაცია და პროპაგანდა არის, მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში თავად არ არის ამ დეзинფორმაციის გამავრცელებელი, პირიქით ის ცდილობს კოლეგებთან ერთად, მოკავშირეებთან ერთად რუსულ დეзинფორმაციას დაუპირისპირდეს. ჩვენ ქონდა რეალობა, რომ მაგალითად შარშან მეტამ ანგარიში გამოაქვეყნა მოცემულობა, რომ პიროვნება, რომელიც ხელისუფლების მთავრობის სტარტკომთან იყო დაკავშირებული, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს უწევდა კოორდინაციას არა მხოლოდ პროტესტის მონაწილე ხალხის დისკრედიტაციისა, არამედ ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაში. წელს კი მეტამ ანგარიში დაადგინა, რომ რუსული ტროლბოტები ეწეოდნენ ქართული ოცნების მხარდაჭერას და ეწეოდნენ, თქვა, ოპოზიციისა თუ კრიტიკული აზრის გამოხატული ადამიანების დისკრედიტაციას. დასავლეთის სახელმწიფოები, რომელიც დღიდან ჩვენ დამოუკიდებლობის მკაფიოდ ხარს უჭერენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის გაძლიერებას, ინსტიტუტების გაძლიერებას, მათ შორის აქტიურად ეხმარებოდნენ ქართულ ხელისუფლებას სტრატკომის შექმნაში, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით უნდა დაპირისპირებდებოდა რუსულ პროპაგანდას და ნაცვლად იმისა, რომ ეს გამოცდილება რესურსი, რომელიც ჩაიდო ქართულმა ოცნებამ, ეს პირიქით ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაში გამოიყენა. რეალობა არის, როდესაც ხელისუფლება დეзинფორმაციულ პროპაგანდას ეწევა, ის არ არის ღია დისკუსიისათვის, ის არანაირად არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და ამას ემსახურება მთელი რიგი სხვა მეთოდები, მაგალითად, როგორც არის ბოიკოტის რეჟიმი, საჯარო ინფორმაციის არ მიცემა და მათ შორის არის საზოგადოების მანიპულირება იმ არარეალური თემებით, ხელოვნური პრობლემებით, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მიღწევებზე ესაუბრა ქვეყანას. ნაცვლად იმისა, რომ ქონოდა დღეს გუშინ წინასაარჩევნოდ 24 საათიან რეჟიმში დისკუსია, რას აკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რა რეფორმები ტარდება, როგორ ჯობია ახლა გავაკეთოთ ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, პირიქით ხელოვნური თემებით ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. ხელისუფლება საერთოდ არ ცნობს თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და ის ცდილობს ამით ფონს გავიდეს. მამუკა, რა უნდა ყოფილიყო ამისი საპირწონე რეალურად?
იყო თუ არა და რა ვერ გაკეთდა იმისათვის, რომ მოსახლეობა, ასე ვთქვათ, ან შეცდომაში არ შესულიყო, ან მინიმუმ, ასე ვთქვათ, ტვინი არ დაბინდოდა, ხო? ქართული მედიები, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიები, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად ახორციელებდნენ და კვლავ ახორციელებენ fact checking-ს, გადამოწმებას, დეზინფორმაციის ნარატივებს და ასე შემდეგ. ისინი მაქსიმალურად თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს ახორციელებენ და ეს მაგალითად როგორც შარშან ასევე წელსაც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს თვალსაჩინო გახდა რომ ხელისუფლება ყოველთვის ფონს ვერ გადის მიუხედავად აქვს დიდი რესურსი, ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი. ანუ მაქსიმალურად მოხდა სადაც შეიძლებოდა, თქვათ, საზოგადოების ინფორმირება. უბრალოდ გვაქვს თან ერთი მოცემულობა და გვაქვს მეორე მოცემულობა, მაგალითად, სახელმწიფო რესურსები, თქვათ, ონლაინ სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში და რა თქმა უნდა, ისინი, თქვათ, დიდი ინვესტიციებით მაქსიმალურად ცდილობენ და ცდილობენ გავრცელდეს ინფორმაცია და საზოგადოებაზე მოხდეს ამის, თქვათ, საზოგადოების ინფორმირების მანიპულირება. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. დავამატებ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს, თითქოს და დამოუკიდებლები. ანუ ვერავის ვერ აიძულებ დებატებზე გინდა თუ არა დაუჯექი, ხო? რეალურად გაქვს საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი საბოლოო ჯამში და ცალსახად არადემოკრატიული პროცესია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი არ მიდის დისკუსიაზე, არ უჯდება დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედიას და ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ის თავის ამორჩეველსაც პატივს არცემს და საზოგადოების სხვა წევრს, რომელიც შეიძლება მისი ამორჩეველი არ იყოს, ან პოტენციურად იყოს და ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ხელისუფლება არის, რომ ესაუბროს გასცეს იმ კითხვის პასუხი, რომელსაც არ უსვამენ და ღიად ყოველ ხედავთ რა კონფლიქტის ზონაში სხედან. ეს სამწუხაროდ არის მასხასიათებელი ქვეყნებისა, რომელიც ავტორიტარიზმის მითრეკილება აქვთ, დემოკრატიული პროცესის მიმართ უარყოფითი დამოკიდებული, იმიტომ რომ დემოკრატია და მსგავსი მმართველობის მექანიზმი ერთმანეთთან მიუღებელია და შეუთავსებელი. და ზუსტად ესაც არის, რომ ქართული ხალხის ნებისაწინააღმდეგოდ ეს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს, ანუ მათი ქმედებებით, რომელსაც არაერთგზის გვაფრთხილებდა ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ბოლოს ანგარიშიც ვნახეთ, ზუსტად ქართული ოცნების ხელისუფლების გამო და მათ შორის ამ დეზინფორმაციული კამპანიის გამო, როგორც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე პარტნიორების წინააღმდეგ, სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, რომ ისტორიულ ოჯახში დაბრუნდეს და ხელისუფლება თავისი ქართული ოცნება მმართველობის ხელისუფლების დასაჩენად ყველაფერს აკეთებს და მათ შორის ეს არის პროპაგანდა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი მის ხელში. მამუკა, და ბოლოს გამოსავალს რა შეხედავთ? გამოსავალი არის მაქსიმალურად ხელშეწყობა მხარდაჭერა როგორც სამოქალაქო მედიებისა, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სივრცეში ბევრი მოთამაშე არის, მაგრამ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალია ვიდრე აქამდე, ანუ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ახლა. მათი მხარდაჭერა, იმიტომ რომ საზოგადოების ინფორმირება გააგრძელონ, fact-checking-ი გააგრძელონ და მოსახლეობას კონტექსტურად მიაწოდონ ინფორმაცია, თქვათ, ესათვის განცხადება უბრალოდ პლატფორმა კი არ უნდა იყოს გამოყენებული მათ შორის დამოუკიდებელი მედიის სარვალი ხელისუფლების წარმომადგენელმა გავრცელა. არამედ უყოს შესაბამის შეფასება, რომ მსგავსი განცხადებები არის დეზინფორმაცია, მსგავსი არის პროპაგანდა, მსგავსი არის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სხვა მეთოდთან ერთად, ანუ პირველი ეს ვინც აქტიური მოთამაშე არის და ინფორმირებას ახორციელებს და fact-checking-ს ახორციელებს მათი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა მედიცინის გაძლიერება, რომ მომხმარებლებმა, როგორც დასავლურ ევროპულ სახელმწიფოებში არის, ბაღის ასაკიდან პენსიონერებს ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია იცოდეს მედია პროდუქტი, როგორ იწარმოება, როგორ ცელდება, როგორ უნდა გადაამოწმონ წყაროები, ვინაიდან ეს არის ახალი რეალობა, რამდენიმე წელია, მაგრამ ზოგისთვის თქვათ თაობებს შორისაც შეიძლება იყოს პრობლემა სხვა რეალობას იყო შეერთებული სხვა რეალობაში არის და ახალგაზრდათაობამ იცოდეს, რომ ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც უწევს ცხოვრება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პროტოკოლა ხელისუფლების მოწოდებასაც აზრი აღარ აქვს. სულ აკეთებს პროპაგანდას და უპირისპირდეს დეზინფორმაცია არ გავრცელოს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ
კოლეგებთან ერთად, ექსპერტებთან, ორგანიზ სამხალხო სექტორის წარმომადგენლებთან დაუპირისპირდეს, ქართულ რეალობაში უკვე გვაქვს წლებია, ქართული ოცნება არის მთავარი დეзинფორმაციის წყარო, პროპაგანდის წყარო ქვეყანაში. ეს დიდი ნუ მადლობა. ეს არ უნდა გააკეთო, მაგას ვამბობ, ნუ დიდი მადლობა მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატურების კოალიციის თავმჯდომარე და მამუკა აუცილებლად დაგიკავშირდებით კიდევ უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ დეзинფორმაციის და პროპაგანდის მაგალითებზე, მით უმეტეს იმ ფონზე და იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც აღმოჩნდით ახლა. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. კარგად. დროებით.